თავი პირველი ხალხის ჩემპიონი გვარყვარ ხარ იულიუს ღმერთო ნამდვილად ეს არის იულიუს გაუმარჯოს იულიუს რომის ხმაურიან სუნიან მოფუსფუსე ხალხით სავსე ქუჩებს ისე ირნობისას იულიუსი თავს კეისრად გრძნობდა და კი ეს ადგილი გნუს უკანაზე მეტად ყარდა რამის მშობლიურ აკოთებუთ პასავით მაგრამ მშობლიურ ხარეების განსხვავებით იულიუსი აქ ყველას უყვარდა რომის უდიდეს ამფითეატრ კოლოსეუმში ძლევამოსილი და მოგლოდნელ გამარჯვების შემდეგ იულიუსი სუპერვარსკვლავ გლადიატორად იქცა. მისი ამბავი ცეცხლის სალივით მოედო უზარმაზარ იმპერიას. იულიუსის ბრძოლის ნახავად ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ, რაც ზებრას დიდად სიამოვნებდა. ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდებული დღეა. მართლა თანაყოფიდან ნამდვილად არსებობ. დიახ, იულიუს გვერდს მეგობარი მეჭეჭებიანი ღორი კორნელიუსი უმშნევდა. ჩიატანის კორნელიუს ხალხეთსაზე მოზუზუნე ქუჩაში უნებლად სიარული დიდ ძალისხმევად უჯდებოდა. იულიუს წამო უნდა დავბრუნდეთ ორთაბრძოლაზე დაგვაგვიანდება. ნუ შფოთავ კორნელიუს გადაულაპარაკა ზებრამ და თანთაყოლისმცემლებს ხიარულად დავგნია დრო კიდევ გვაქვს და საერთოდ რომაელებს მათ შორის მოსიარულე გმირის ყურებით ისიამოვნონ. ფრთხილად ვინც თავია ისე გაკიდიდეს რომ ქუჩებში ვეღარ გაეტიო მოუთმენელად გამზრა კორნელიუსმა. მოულოდნელად იულიუს ჭუჭყიანი გოგონა მიუახლოვდა. ხელში შელახული გრაგნირი ეჭირა. მომიტევეთ ბატონო ზებრა შეიძლება გიგისანაბეჭდი გთხოვოთ თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. იულიუსმა გოგონას თმა აუჩეჩა. რა თქმა უნდა ჩემო პატარო მელანი თუ გაქვს. გოგონამ სევდიანად ამოიოხრა. არა. იულიუსმა სასწრაფოდ მიმოიხედა რომ ანაბეჭდისთვის რამე გამოეყენებინა. და ხშირომცა ჩავაწო ჩირიქი რა უჭირს. ზებრა იულიუსის ტალახიან ჩირკის ანაბეჭდი გექნება. გოგონა სახე გამწყდა. ოჰ, დიახ, ბატონო ზებრა, შესანიშნავი იდეაა. მადლობ. იულიუსი დაეხარა ჩრიქში ლაფი ამოივდო და შემდეგ ფრთხილად დაადო გოგონას გრაგნის. სრულყოფილი ანაბეჭდი გამოუვიდა. ვაშა! რა საცარია? მადლობ, ბატონო ზებრა. წამოიძაღა გოგონა. მე ვყარხართ. მე ანაბეჭდს კოცსა და მეგობრებისკენ გაიქცა, რომლებიც შორი ახლო ელოდნენ. განსაკუთრებით სუვენირის ხაზზე ყველაზე თაგუნებივი თანწრებიდნენ და კუნდურშს მოაყვნენ. იულიუსმა ჩიქით დაყნოსა და ნესტოები შეათამასა. იცი, გონი ეს ტალახი არ იყო. შემდეგ დასაყრდნად გუსლი კორნელიუს მიუშვირა. ფუ, არა და იმ გოგომა კოცსა კიდეც. დაჩქარე, წამოიძახა კორნელიუსმა. მეორე მხარეს გავიქცეთ, და შესანიშნავ უკვე შორს ვიქნებით. იულიუსი და მისი მეგობარი პრობოსს შეერინნენ. მოიცადეთ, მოესმა მტყველი. სად მიდიხართ? მეც დამელოდეთ. ქუჩაზე გამწკრივებული ერთ-ერთი მაღაზიიდან გახარებული ანტილოპა გამოვარდა კენჭით ხელში. ვერ წარმოიდგენ თელი ჩემი დანაზოგით რა მიყიდა ამ წუთანს. აბა ერთი გამოიცნო ფელიქსს, უთხრა იულიუსმა. გვა ხომ არაა? ეგვიპტურია, გიზის პირამიდიდან. კორნელიუსმა გულდასმით შეამოწმა ქვა. ერთადერთი გიზა, რომელიც ამ ქვას უნახავს, ის მოქნილია, გაქნილ გაიძვერა, გამოუსადეგარი ნაგავი, ვიც მოგყიდა. გაცხარდა მეჭეჭებიანი ღორი. რომაელი ვაჭრები კილომეტრიდან გრძნობენ ფელიქსს. არ მესმის ამ სულელური ქვების ყიდვას, რატომ არ ეშვები? ჩემ ქვების სულელური ხომ უიცებს გონიათ. მან თელრომში ქვების საუკეთესო კოლექცია მექნება. შეშვი, ჩაართო იულიუსს. დანარჩენები სად არიან? შენ დღეს ხომ აქ დავხვდით?
დაუთქვით შეხვედრა. ამდღურად დაეთანხმა კორნელიუსს. გიმეორებთ, კოლოსეუმში უნდა დაუბრუნდეთ. ამ ნაშვანდღეს იულიუს მნიშვნელოვანი ბრძოლა არის. ტურნირს თვით იმპერატორი ესწრება. კვინ კატრიანს ფესტივალის აღსანიშნავად. კვინტეტის ფესტივალიო? ეგ რაღა. კვინ კატრიანს ფესტივალი. შეუსწორა კორნელიუსმა. მინერვას პატივსაცემად იმართება. მინერვა სიბრძნის ქალღმერთია. ამიტომაც არ გსმენია შენ მასზე არაფერი. რა უხეში ხარ? ინწყინა ფელიქსმა. იულიუსი მეგობრებს სიცილით მოეხვია. გეყოფათ, ხომ გახსოვთ, იმპერატორი ადრიანე დაგვირდა, რომ ამ ბრძოლაში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში გაქვთ თავისუფლებს. იულიუს, გაისმა ზახილი ბრბოში. იულიუს, მოიცადე. მორიგითა ყონესმის დამახოს მოლოდინით იულიუსი შეტრიალდა. საცოდ კი მოღიმარი ნიანგის მოლარე პასრიკბილების შეეგება. ლუცია, შესახა მეგობრის ნახვით გახარებულმა იულიუსმა. ენტრებით ბოლომ როგორ ჩაიარა? გასაოცარი იყო, მიუგო მან. კვლავ-მწვანეებმა მოიგეს. დამპალი ლურჯები ამჯერადაც უკან ჩამოვიტოვეთ. რუფუს შენთვის მაგარი საჩუქარი აქვს. აღტაცებას ვერ მალავდა ლუცია. მართლა? იულიუსმა ახალებით შემოჰკრა ქუსურს და ამ დროს ზებრას თავზე მის მეგობრის ჟირაფ რუფუსის გრძელი ჩრდილით წამოიმართა. მაშ, მიუგო რუფუსმა და წნობის მოყვარეობით სამსე ზებრას მომცრო სტატუეტი გადასცა. აქამდე ვერ ხვდებოდი სინამდვილეში რამდენი პოპულარული ხარ. ახარა ლუციამ იულიუს. შეხედე შენი ფიგურა. გადასარევია. გაეცემა ფელიქს. შენი შმაკი და გადმოკარკრული თავებით ზუსტად გადაუტანიათ. რაო? შმაკი და გადმოკარკრულიო? იულიუსმა ფელიქს შეუმხვირა. რუფუსმა საბრალო ანტილოპას რომ შეშველებოდა, სასწრაფო თემა შეცამა. უშუალებელი დახლი ჰქონდა და ზენიტასობით ასეთი ფიგურა ეწყო, მართლაც საქვეყნოდ ცნობილი ხარ. ნელ-ნელა ცხოველების გარშემო ხალხი შეჯგუფდა. ქალაქის ქუჩებში მოსერნის სუპერვარსკვლავ გლადიატორის ნახვა სურდა. მეგობრებო, ჩაირა კორნელიუსი. მართლა უნდა გავუბრუნდეთ სკოლაში, სანამ ამ ხალხს გავგლეჯივართ. იულიუს, ჩვენი გმირი! იუჰუ, ზომებზე ხელს არ გადაგისვამურა. იულიუს! ცხოველებმა გახელებული ბროგარღვიეს და მთავარ გზაზე გავიდნენ, რომელიც რომის ცენტრისკენ მიემართებოდა. ჯერ დიდი აკვედუკის თაღებ ქვეშ გაიკვლიეს გზა, შემდეგ გორაკზე გაშენებულ საუცხო სასახლეს ჩაუყარეს და ჰორიზონტზე გადაშლილი უზარმაზარი ქვის არენისკენ აახეს სკეზი. ვინც ბოლოის ანტილოპას კუდუსუნი? გავიგონე! კოლოსეუმის გარშემო შეკრებილი ხალხი უკან ჩამოიტოვეს და მარჯვნივ გაიჭრა. ჩაუქლოს ამფითეატრის გვერდით უსახურ ოთხკუთხა შენობას, პირქუშნიცოებს და შესვენდნენ უზარმაზარ ეზოში, სადაც მცირე არენა იყო მოწყობილი. ეს ლუდუს მაგნუსი იყო, რომის გლადიატორთა უდიდესი და საუკეთესო სასწავლებელი. ასევე იულიუსისა და მის მეგობრის სახლი. გარშემო ხის მხლების ჭახაჭუხი ისმოდა. გლადიატორები საბრძოლო უნარებს ხვეწდნენ, თუმცა ახლა მათ სანაცქერად არავის ეცელა. სწრაფად! ცხოველები ქვედა სართულზე გვირაბისკენ ჩაქანდნენ. ამ გვირაბით კოლოსეუმის ქვეშ მდებარე ოთახებისკენ და გასულიყო, მაგრამ გზა ერთი გაძანტყებული კი ნამდვილად ლომი გადაეყოფათ. დაგაგვიანდათ. ბოდიშს ვიხდით მილუს, ქოშინით მოიბოდიშა იულიუსმა, რომ ჩემი თაყვანისცემების ჯარს ძლივს დაუსხდით. ცხოველების ბუსყუნან თანამეიახე, ახე უკმაყოფილოდ განდგა გვერდზე. რთული ცხოვრება გაქვს ზებრა. დამძინავად შეუხრინა ლომმა.
ყოველ შემთხვევაში ბოდიში მე კი არა პლინიუს უნდა მოუხადე. ო არა შუბლზე ჩილკი შემოირტყა იულიუსმა. პლინიუს დაბრდი რომ ადრეთანვე შემხვდებოდი ხმლის სახელნასწავლ მოძრაობების დასახვეწად. ზებრამ გვირაბისკენ გაკურცხა. მიერბოდა და თან ცხვირში იაშმორებული დილეგების სუნი უღიდინებდა. დღემდღემალი ლემპარტისტების საკნებს მერე კი იმ გალიების ის რიფს ჩაუქრულა, რომელსაც ცხოველების არენაზე ასაუყოვნად იყენებდნენ. პლინიუს, როგორც იქნა, მე ხარია რომ გახსოვს ჩემი სახელი. თაგვნა მოქროს მუზარადი გადაუგდო იულიუს. გირჩევნია ჩაცმა და ხურვას მიხედო. ბრძანა ზებრას. ადრიანზე კარგი თაბეჭდილებს მოხდენა თუ კიდე სრულ დღესაა ამის დრო. მაგრამ ხლით ორთან ბრძოლას დახვეწა, ჩვენ ხომ უნდა გვემეწადინა. ოჰ, დამატებითი ვარჯიში აღარ გჭირდება, ჩაეცინა პლინიუს. შენ მოწინააღმდეგე ისეთი უარგისია, როგორც ყველა სხვა ცხოველი, რომელსაც შეხვედრი ხარ. თაგვნა იულიუს მეგობრულად მისხოცეს. შენაირი გლადიატორი მეორედ არ არსებობს, დებრა. დებრა კი არა, ზებრა. თვალები აატრიალა აღშფოთებულმა იულიუსმა. რამდენჯერ უნდა გითხრა? ზებრა, დებრა, პეტრე, პავლე, ვინც კიდე იყო. წარფში უხრან თქვა პლინიუსმა და იულიუს თავისი გალიისკენ უბიძგა. შენ ოღონდ მინდი და გლადიატორს კუდით ქვას როინე.